რა ხდება კრიპტობაზარზე და უნდა ველოდოთ თუ არა ბიტკოინის და ეთერიუმის შემდეგ კორექციას. მეგობრებო, ამიდოში ვისაუბრებთ ბიტკოინზე და ეთერიუმზე უცბად გავაკეთებთ ჩვენ ანალიზს და განვიხილავთ თუ რა ხდება და რა შეიძლება ველოდოთ. პირველ რიგში, სანამ გადავიდოდით ჩემ მოაზრებას და გეტყოდით ესე ვთქვათ, ვისაუბრებთ ჩემ ანალიზზე თუ რა ხდება ბაზარზე. მანამდე ეს შორტად ქონდა კიდევ დადებული, რომ ეს ლეველი იქნებოდა ერთ-ერთი სიგნიფიკანტური და ამ ლეველის გარღვევის შემთხვევაში ჩვენ უკვე დავატარგეტებით სხვა ლეველებს, რომელიც იქნებოდა მაგალითად IS და IS. ანუ ინვესტიციის შემთხვევაში თუ შენ იყიდი აქ ქვემოთ სადმე, მაგ შემთხვევაში შეგეძლო დაგეფიქსირებინა მოგება, რომელიც უკვე იქნებოდა პლუს-მინუს 20% ან უფრო მეტი, გააჩნია რა თქმა უნდა ბაზარის საწავიდო და აქედან რო გავზომოთ არის 20%, ცოტა ქვემოთ დავიღოთ. რა თქმა უნდა, აქ ვერ იყე დიდი, ვერ გაარტყავდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არასდროს არ უნდა ეცადო რომ მინიმუმზე იყიდო და აქ იყიდო, ავიღოთ საშუალოდ აქედან. პლუს-მინუს აქ ექნებოდა 20%, აქ ექნებოდა 30%, 33, 42, 43 და ასე შემდეგ. მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო ამ ლეველის გარღვევას. ეხლა რა ხდება? ეს ლეველი ვერ გავარღვევთ, ხედავთ რომ ეს ლეველი ჩვენ დავარეჯექტეთ, ანუ ჩვენ გვინდოდა რომ ამ მწვანე სანთელმა გაარღვია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ ამ წითელ სანთელს დაედასტურებინა ჩვენი გარღვევა. ანუ ერთი არის გარღვევა, მეორე არის დადასტურება. როგორ დასტურდება ლეველის გარღვევა, ვინც არ იცის და ვინც ახლა უყურებს ჩემ ვიდეოებს, ლეველის გარღვევა კონფირმირდება, როცა სანთელი გაიხსნა და დაიხურა კონკრეტულ ლეველის მაღლა. ეს მწვანე სანთელი მაგალითად გაიხსნა ლეველის ქვემოთ და დაიხურა ლეველის მაღლა, ანუ გაირღვა, მაგრამ არ დადასტურდა. ამ წითელ სანთელს შეეძლო დაედასტურებინა, ანუ რომ დახურული იყო ცოტა მაღლა, ეს იქნებოდა უკვე პოზიტივი ბიტკოინისთვის, მაგრამ აქაც არის შემდეგი ფაქტორი, რომ ასე ვთქვათ, დიდი კონფიდენტით არ იქნებოდა გარღვევა. ანუ აქ ცოტა მაღლაც რომ დახურულიყო ამ ლეველის მაღლა, კი, გარღვევა იქნებოდა და გეინი გაქვს in the pocket, მაგრამ ანუ ძალიან ესე ვთქვათ, აგრესიული გარღვევა არ იქნებოდა და მაინც იქნებოდა ესე ვთქვათ ბაზარზე ცოტა ნეგატივი. მოკლედ, ვერ გავარღვიეთ ეს, სამაგიეროდ გავარღვიეთ ეს. ეს მანამდეც ქონდა გარღვეული, მეგობრებო, აი აქაც ვამბობდი რომ ამას თუ გავარღვევდით, მაშინ ეს გაგვიხსნიდა გზას აქამდე, მაგრამ აქედან მაღლა არც თუ ისე დიდი ესე ვთქვათ, მოგება გექნებოდა, მაგრამ აქ შეგეძლო რა თქმა უნდა, აი აქ დაბალ ტაიმ ფრეიმზე ლონგები აგიღო. რა ხდება ახლა ჩვენ დავარეჯექტებ და როცა შენ არეჯექტებ გარკვეულ ლეველს, მე ყოველთვის ამბობ ხოლმე, ყოველთვის ვიმეორებ და კიდევ ერთხელ გეტყვით, როცა შენ არეჯექტებ გარკვეულ ლეველს, არ აქვს მნიშვნელობა მაღლა თუ ქვემოთ, რეზისტენცზე თუ სუპორტზე, შემდეგ ეძებ იმ ადგილს, ანუ ფასი ეძებს იმ ადგილს, საიდანაც დაიწყო ზრდა. ჩვენ მაგალითად ახლა ვხედავთ, რომ ფასმა დაიწყო აქედან ზრდა და ჩვენ მოვძებნეთ აი ახლა ეს ლეველი გასატესტად. ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ლეველი დარეჯექტა, იმიტომ რომ one single go-ში გარღვევა ხშირად არ ხდება ხოლმე, თუ ბაზარზე რა თქმა უნდა არ არის ძალიან პოზიტიური ნიუანსები და ასე შემდეგ. თან ახლა ისეთი რაღაცები ხდება გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად და ასე შემდეგ, რომ ამის დიდი მოლოდინი არ გქონდა სიმართლე რომ გითხრათ. მოკლედ დავარეჯექტეთ, ახლა დეილიზე ვართ, ვხედავთ რომ დეილიზე ვტესტავთ ჩვენ უკვე ამ ლეველს, რომელიც ესე ვთქვათ, რომელმაც წაგვიყვანა ჩვენ ლოკალურ რეზისტენცზე და დაგვარეჯექტებინა, ანუ ეს წერტილი არის ერთ-ერთი ძალიან სიგნიფიკანტური წერტილი, რომელსაც ახლა ვტესტავთ. შეიძლება ახლა აქ მოხდეს ესეთი რამ, შეიძლება წავიდეთ მაღლა, გავარღვიოთ ამ შემთხვევაში და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გაგვეხსნება შემდეგი ლეველები მაღლა გასატესტად, თუ ვერ შევინარჩუნეთ ეს ადგილი, მაგ შემთხვევაში ჩვენ მოვძებნით აქ აუცილებლად ლიკვიდობას, ხედავთ აქ რომ აქ არის ძალიან კარგი გასატესტი ადგილები, მაგრამ მე ვიცი რომ ვინც აქ შედის ლონგში, რაზეც ნამდვილად კარგი კონფირმაციები გაქვს, მით უმეტეს დაბალ ტაიმ ფრეიმზეც რო ჩავალთ, აქ ხედავთ რომ არის მართლა იდეალური კონფირმაციები ლონგისთვის ასაღებად, მაგრამ მე ვიცი რომ ბევრი დააყენებს აქ stop loss, ბევრი დააყენებს აქ და რა შრება ხოლმე ბაზარი ზუსტად ცდილობს იმას, რომ შენი stop loss-ები აიღოს და ესე ვთქვათ, stop loss-ები არის ლიკვიდობა, ხო? ამიტომ სულაც შესაძლებელია რომ გავტესტოთ ეს range-ის ქვემოთ ამხარი და მე წავიდეთ მაღლა და რატო ამბობ range-ს? ანუ სანამ მე ამ ანალიზს გავაკეთებდი, იმასაც ვამბობდი, რომ ესე ვთქვათ, აქ ჩვენ გვექს სავარაუდოდ იქნებოდა range, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ თუ აქ ჩვენ გვაქვს range და შემდეგ ესე ვთქვათ, რას ნიშნავს range? Range ნიშნავს იმას, რომ მყიდველები და გამყიდველები არიან ბალანსში და ჩვენ თუ აქ დიდი ხანი ვირენჯებთ, მაგ შემთხვევაში თუ გავარღვევთ, მას შემდეგ ეს იქნება ძალიან პოზიტიური
ბიტკოინისთვის და ჩემი აზრით თუ აქ თითი ხანი ვირენჯეთ და მე გავარღვეთ, მაგ შემთხვევაში უფრო დიდი ზრდა გვექნება. მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო აი ეს ზრდა, რომ გაარღვია, წავიდა გააკეთა პლუს-მინუს 50%. ამიტომ სრულიად შესაძლებელი არის აქ თუ ვირენჯეთ კიდე, შემდეგ გაირღვეს და ერთდროულად ყველაფერი გატესტოს მაღლა. რატო ვამბობ რენჯს ვამბობ, იმიტომ რომ აქ უკვე წარმოიქმნება ესეთი რენჯი, სადაც გაგვშენ მაღლა ლიკვიდობა, ქვემოთ ლიკვიდობა. ხედავთ რომ მაღლა არის ლიკვიდობა აღებული, ქვემოთ აქ იყო ლიკვიდობები აღებული, მაგრამ ამის ქვემოთ კიდე არის დარჩენილი ლიკვიდობები, ამიტომ სრულიად შესაძლებელია რომ აქ ჩამოვიდეს ფასი და მე წავიდეს მაღლა. რატო ვამბობ ამას და რატომ გამახვილებინებთ ამაზე ყურადღებას? იმიტომ რომ აქ ეხლა პირდაპირ მე ვიდეოც მაქვს ჩაწერილი, როგორ ვაჭრობ რენჯში. და რენჯი ახლა აქ პირდაპირ ტრეიდის აღება, აქ პირდაპირ ტრეიდის აღება, აქ პირდაპირ ტრეიდის აღება, ან თუნდაც აქ პირდაპირ შორტის აღება არის უდიდესი სისულელე. იმიტომ რომ რენჯი ყველა ეძებს ლიკვიდობას და შენ უნდა ითამაშო ფასში. რას გულისხმობ ფასში? აი აქ მაგალითად ახლა ბიტკოინზე იყო იდეალური შორტი, აი აქ ხედავთ. 15 წუთიანიც რო გადავიდეთ, ან დაბალ ტაიმფრეიმზე უფრო კარგად ხედავდი, მაგრამ მაღალ ტაიმფრეიმზეც იდეალურად შეგეძლო და გენახავ, ხედავთ რომ ეს არის ჩვენი ბოლო წერტილი, რომელმაც წაგვიყვანა ლოკალურ ჰაიზე, შემდეგ გავაკეთეთ higher high, გავაკეთეთ higher low, მაგრამ ვერ გავარღვიეთ ეს ლეველი, ხო? ანუ დავარეჯექტეთ. შემდეგ აქ წარმოიქმნა ესეთი ლეველი, რომელიც ესე ვთქვათ, დავკარგეთ და რომელიც წარმოშობს უკვე shorts. აი აქ მაგალითად რო ნახოთ, 1 საათიანზეც იდეალურად ჩანს, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა წავშალო. მithumetes 1 საათიანზეც გქონდა ძალიან კარგი კონფირმაცია, ამიტომ ეს იყო შორტისთვის ერთ-ერთი იდეალური სეტუპი და დღესაც ძალიან კარგ შორტში იჯდებოდი. აი აქ მეგობრებო, ანუ ესეთ სეტუპებს ყოველთვის განვიხილავ ხოლმე და ყოველთვის ვამბობ, რომ სუპორტზე და რეზისტენტზე ესეთ ტრეიდში 1000 ჯერაც რო გაიშტოპო 1001 ჯერაც უნდა გააკეთო, იმიტომ რომ მე თვითონ მაქვს ეს გატესტილი, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სეტუპები და მინიმუმ 60-70% ყოველთვის გაქვს ხოლმე მოგება და ამ სეტუპებში ყველაზე კარგი არის მეგობრებო ის, რომ risk reward არის ყოველთვის ძალიან კარგი. აი მაგალითად რომ ავიღოთ ახლა აქ პირველი take profit იქნებოდა აქ, ნუ მეორე take profit შეგვეძლო უკვე აქ აგვიღო, მესამე take profit უკვე შეგვეძლო აქ აგვიღო და აი აქ ხედავთ რომ ლიკვიდობებსაც უკვე ეძებს, ამიტომ ესეთი ტრეიდები არის ხოლმე ყოველთვის ძალიან მსუყე. და ხედავთ რომ აი 1 საათიანზე რო გადავიდეთ ისევ დავკარგეთ ეს ლეველი, ანუ არის დაკარგვა, ხედავთ რომ არის უძლურობა და ხედავთ რომ აქ შეიძლებოდა ეს ამ იღლიაში ყოველთვის ამბობ ხოლმე რომ ეს იღლია, ამ იღლიაში ყოველთვის შეიძლება ხოლმე გაშორტვა და ჩვენ გავშორტეთ. ნუ ამ შემთხვევაში მე რო გავსტოპილიყავი ამ შორტში, ხო? რას გავაკეთებდი მაგ შემთხვევაში თუ გავისტოპებოდი და უკვე ამ დროპ-ოფს ჩვენ გავარღვევდით 1 საათიანზე, მაგ შემთხვევაში უკვე ლონგს ავიღებდი. მოკლედ გადავიდეთ ახლა ესე ბიტკოინზე და ისე ბიტკოინზე, ნუ მოკლედ რას მოველი. ახლა ჩვენ ვართ რენჯში ვაჭრობა არის ძალიან სასიამოვნო სიმართლე რომ გითხრათ, უბრალოდ პირდაპირ ტრეიდებს ვერ იღებ. ანუ ახლა მე ვერ დავჯდები და ვერ ვიტყვი, რომ აი აქ შემიძლია ტრეიდი ავიღო. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, აქ გვაქვს გასატესტი ადგილი, აქ გვაქვს გასატესტი ადგილი, აქ გვაქვს გასატესტი ადგილი. აქ გვაქვს გასატესტი ადგილი, აქ დაბლ ტაიმფრეიმს გვაქვს გასატესტი ადგილი. ამ შემთხვევაში ძალიან სისულელი არის, რომ შენ ყველგან აქ ტრეიდები დადო, იმიტომ რომ ყველა ტრეიდში გაისტოპები, ხომ? ერთადერთი რაც შეგიძლია ამ შემთხვევაში აიღო არის ყველაზე დეფენსიური, იმ შემთხვევაში თუ გქონდა ფლუში, მაგ შემთხვევაში შეიძლება შეგიფსოს და იქნები ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ტრეიდში, მაგრამ რას ველოდები მე ახლა მაგალითად ვიცი რომ აქ შეიძლება გასალონგი იყოს, მოდი წავშლო, ყველაფერი ადვილად იყოს თქვენთვის გასაგებად. ახლა მე მოვხაზავ უბრალოდ იმ ლეველებს, რომელიც საინტერესო არის ჩემთვის, იმისთვის რომ მე ავიღო ტრეიდები და იმასაც განახებთ თუ რას ველოდები მე პირადად და რას გავაკეთებთ ამ ლეველებზე. ნუ ხედავთ რომ ეს ლეველი არის უკვე გატესტილი, აი ეს ლამაზი დროპ-ოფი, იდეალური ლეველი იყო გასატესტად. შემდეგ გვაქვს მაგალითად, რომელიც მე მაინტერესებს არის ეს ლიკვიდობა, ეს გასატესტი ადგილი და შემდეგი არის უკვე აი ეს ადგილი და შემდეგი უკვე გვაქვს აი ეს ადგილი. რას დაველოდები? შეგიძლია შენ აქ პირდაპირ აიღო ტრეიდი, რასაც მე ახლა მაგალითად ამ შემთხვევაში არ ვაკეთებ, იმიტომ რომ დიდი ხანი დაჭირდება სანამ ეს ტრეიდი შევსება, მაგრამ ცუდი ტრეიდი არ არის, იმიტომ რომ ძალიან მაქსიმალურ ლიკვიდობას შეღებ ტრეიდს, მაგრამ რას ველოდები მე? მე ახლა ველოდები რომ აქედან ეს ყველაფერი იყოს გასტოპილი, ყველა გაისტოპოს, ანუ გქონდეს აქ ფლუში და გქონდეს ესეთი რაღაც, ანუ ტრენდში უკუცლა გქონდეს და როცა ჩვენ დავინახავთ რომ ეს დროპ-ოფი გაირღვა, აი როგორც აქ 1 საათიანზე აგეხსენეთ, ზუსტად იგივე სეტუპს ველოდები, მაგ შემთხვევაში ავიღებ ლონგს, აქაც ზუსტად ეს იგივე იქნება და აქაც ზუსტად იგივე იქნება. ამ შემთხვევაში რო ვთქვათ რომ შორტში ვარ დაინტერესებული, არ შორტით არ ვარ დაინტერესებული, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ რენჯის შუა მხარეს.
შეგიძლიათ ნახოთ როგორ ვაჭრობ range-ში, როცა ჩვენ ვართ range-ის შუაში, მაგ შემთხვევაში რისკები მაქსიმალურად უნდა შეამცირო, 0.5% უნდა იყოს ტრეიდები, იმიტომ რომ როგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს setup-ი, სიგიჟეები ხდება ხოლმე range-ში, ამიტომ თუ range-ში კარგი ხარისხიანი ტრეიდების აღება გინდა, უნდა იყოს support-ზე და resistance-ზე და ეგეც უნდა დაელოდო ფასში. ანუ რას ველოდებით ჩვენ Bitcoin-ზე გვინდა ამ ლეველის გარღვევა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ლეველი გაირღვა, ჩვენ გვექნება ჩვენთვის გაიხსნება გზა შემდეგ ლეველებზე, რომელიც არის მაგალითად 102.000, აქ გვაქვს შემდეგ პლუს მინუს 108.000, შემდეგ გვაქვს ეს ლიკვიდობა 113.000 და მე უკვე 120.000-ს მივახლოვდებით, ოღონდ პირველ რიგში უნდა გაირღვეს ეს ლეველი და სანამ რა თქმა უნდა 120 ამ ლეველის გარღვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად წავალთ 120.000-ზე, ესეც ბევრს ეშლება ხოლმე. ეს ლეველი თუ გავარღვიეთ, შემდეგ მოვალთ ამ ლეველზე. ეს ლეველის თუ გავარღვიეთ, შემდეგ მოვალთ ამ ლეველზე და ასე შემდეგ. ანუ ველოდებით რომ ეს გაირღვეს და რაც არ გვინდა რომ მოხდეს, ეს არის რომ ნახეთ ტექნიკურად შეიძლება ესეც გაიტესტოს და აქედანაც იყოს ლიკვიდობა აღებული, მაგრამ ტექნიკურად ეს არ იქნება ლამაზი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ბაზარზე არ იქნება ესე ვთქვათ ინტერესი Bitcoin-ზე და Ethereum-ზე, რაც რა თქმა უნდა ბაზარში იქნება კიდევ და კიდევ ნეგატიური, ამიტომ იდეალურ შემთხვევაში იქნებოდა ესეთი სცენარი. კარგი და რაც არ მინდა რომ მოხდეს არის ის რომ აი ეს დავკარგოთ. ეს თუ დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში ჩვენი ტრენდი შეიცვლება რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხლა აღმავალი ტრენდი. და იმ შემთხვევაში ეს თუ დავკარგეთ და აქ თუ ჩამოვედით, ხო? ამის დაკარგვაც უკვე ძალიან ნეგატიური იქნება, მაგ შემთხვევაში ძალიან ცუდად იქნება საქმე. ნუ რა თქმა უნდა, ეს daily-ზე უნდა დავკარგოთ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გქონდა უბრალოდ sweep-ი, ესე ვთქვათ, wiki იყო აქ და წავიდა მაღლა, მაგ შემთხვევაში პირიქით ეს იქნება ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ ეს wiki იზრუნებს იმაზე, რომ ლიკვიდობები იყოს აღებული, ანუ ბევრი გაისტოპოს და ბევრს შეუსვოს თავის ტრეიდებში და მე უკვე ასე ვთქვათ, ახალი ძალით, ახალი ფულით, ახალი საწვავით გავაგრძელოთ მაღლა ყოველთვის ამბობ რომ როცა მანქანა წინ ვერ მიდის, ანუ ვეღარ გქავ და ვეღარ მიდიხარ წინ, რა გჭირდება საწვავი, ხო? ამიტომ საწვავი უნდა ჩასხა და ჩვენთანაც ზუსტად იგივე არის, გვინდა საწვის ჩასხმა და ამ შემთხვევაში საწვის ჩასხმა ნიშნავს ლიკვიდობის და ფულის აღებას, ანუ სხვა ინვესტიციით. ნუ მოკლედ მე ვუყურებ მეგობრებო ამ ლეველებს, მოკლედ გადავედეთ ახლა Ethereum-ზე, ნუ ოქრო და ვერც ვხედავთ თუ რა სასწაულებს აკეთებენ და მე კიდე ამას ცალკე ვიდეოს ჩავწერ. ნუ Ethereum-ის ჩარტები ცოტა სხვანაირად გამოიყურება ამ ლეველს მაინც. ეს ლეველი ჩემთვის მაინც ჯერჯერობით კიდე აქტიური არის. სულიად შეიძლება რომ აქამდე ჩამოვიდეს ბაზარი და მერე წავიდეს მაღლა, ნუ რა თქმა უნდა, მაშინ Bitcoin-ს უნდა გააკეთოს კორექცია. არ მითქვია ხო, მე მგონი რომ მე ლეველებს ველოდები თუ ვერ შევინარჩუნეთ. კი, ანუ თუ ესეც ჩამოვარღვიეთ, როგორც წეგან გითხარით, რომ ნეგატიური იქნება მეთქი. ჩემთვის იმ შემთხვევაში თუ ეს ლეველი მართლა ჩამოვარღვიეთ, მაგ შემთხვევაში გვექნება აქ კიდე ლიკვიდობა ასაღები, ნახეთ რა ხდება. ყველა იქნება ამ შემთხვევაში პანიკაში. ეხლა კიდე კორექციაზე თუ წავედით, ყველა იქნება ძალიან დიდ პანიკაში, ყველა გაყიდის, პანიკსეილები იქნება, wiki იქნება, flush იქნება, ასე შემდეგ და ბევრი ვერ დაინახავს რომ აქ არის კიდე გასტესტი ადგილი. და ზუსტად ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ ბევრს ეშინია, ბევრს გონია რომ ჩვენ წავედით მაღლა და ოპს გაიტესტება უბრალოდ კიდე ლიკვიდობა იქნება აღებული და მე გაგრძელებს ხოლმე მაღლა სვლას. და შეიძლება რა თქმა უნდა ეს ლეველს გაიტესტოს, ეს ლეველს გაიტესტოს და ეს ლეველიც გაიტესტოს. ეგეთი რაღაცები შეგვიძლია ვნახოთ წარსულში, აი მაგალითად აქაც ხედავთ რომ ეს დავარეჯექტეთ, აქ ბაზარი ჩამოვიდა, მაგრამ ხედავთ რომ weekly-ზე აქ არის მაგალითად ჩვეულებრივი wiki, მაგრამ ყველა ფიქრობდა რომ ჩვენ წავედით ისევ კორექციაზე, მაგრამ არა, ეს იყო ლიკვიდობების აღება და ესეთი რაღაცა. შეგვიძლია წარსულში ბევრ ადგილას ვნახოთ, როგორც weekly-ზე, ასევე daily levels. რაც შეეხება ახლა Ethereum-ზე ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს, ერთ-ერთი ნეგატიური. მაგრამ მოდი აქაც განსაზღვროთ ჩვენი ლეველები, რა ლეველებს ვატარგეტებთ, კარგ და ცუდ შემთხვევაში. ასე დავხუროთ. გვაქვს ეს ლეველი, weekly-ზე ბევრს ვერაფერს ვერ ხედავთ სხვას. ნუ weekly-ს და daily-ს იდეალურად მოდის ერთმანეთში. მაგრამ weekly-ზე ერთადერთი რასაც გავაკეთებდი, არის ის რომ ამ daily-ს უკაცრავად ამ ლეველსაც დავატარგეტებდი და აქედან აქამდე 7%, it's okay. კარგი, გადავედით ახლა ჩვენ Ethereum-ის ანალიზზე და რა ხდება Ethereum-ზე. ნუ Ethereum-ის ჩარტი ცოტა განსხვავდება, აი მაგალითად აქ ხედავთ რომ Ethereum-ზე აქ ყველაფერი გავარღვიეთ. ხედავთ რომ გაირღვა აი აქ
შემდეგ გავტესტეთ, არ იყო ეს რა თქმა უნდა კარგი და პოზიტიური გატესტვა და შემდეგ ესე ვთქვათ ისევ ვარეჯექტებთ აი ამ ლეველს. რა გვინდა ჩვენ ახლა რომ მოხდეს? ჩვენ გვინდა ახლა რომ მოხდეს შემდეგი პუში, გავარღვიოთ ეს ლეველიც და შემდეგ უკვე დავატარგეტოთ $3,900 და $4,150. იმ შემთხვევაში თუ ეს ვერ მოხდა და ვერ შევინარჩუნეთ, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე ისევ ვატარგეტებ აი ამ ლეველს. შესყიდვისთვისაც არის იდეალური მომენტი და იდეალური ადგილი. ეს იქნება $2,400 და $2,600. მე სხვათა შორის ვერცხლსაც დავუფიქსირე მოგებები, მაგრამ ცალკე ვიდეოს ჩავწერ. ამ მოგებებს, ანუ ეს ვედეცია საფულისთვის მეგობრებო, ამ მოგებას ვანაწილებ, მაგრამ ეს განაწილება ჩემი აზრით თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება და ამისთვის რა თქმა უნდა ცალკე ვიდეოს ჩავწერ, მაგრამ ეს უფრო იქნება ვედეცია საფულეს აპდეიტის დროს. მოკლედ ახლა რა ხდება ლოკალურად? ლოკალურად რო ავიღოთ, იგივე რაღაცა ხდება ეთერიუმზეც, ანუ ჩვენ ვარეჯექტებთ ისევ ამ ლეველს და ვტესტავთ ამ ლეველს. ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება ხოლმე, ჩვენ აქ ხედავთ რომ ეს არის უკვე კომპრესია. ანუ ჩვენ მივიდივართ კომპრესიაში და ეს კომპრესია ნელ-ნელა უკვე პატარაოდება, ანუ რას გულისხმობ? აქ თუ აიღებდი ტრეიდს, შენი რევარდი იქნებოდა აქამდე, აქ თუ აიღებდი შორტს, შენი რევარდი იქნებოდა აქამდე და ასე შემდეგ და რაც უფრო და უფრო შორს მიდიხარ ამ სპირალში, შენი მოგებები მით უფრო და უფრო პატარავდება. ახლა მაგალითად აქ თუ აიღე შენ ტრეიდი, შენი რევარდი იქნება აქამდე, რაც რა თქმა უნდა არ არის საინტერესო, ხო? და აქ თუ აიღე შენი შორტი, მაგ შემთხვევაში შენი რევარდი იქნება აი აქ. ამიტომ აქ ტრეიდების აღება უკვე არის ძალიან სახიფათო. ახლა ჩვენ გვინდა უბრალოდ fresh price action და რას გულისხმობ fresh price action-ით? მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ ეს ესე ვთქვათ კომპრესია გაირღვეს და კომპრესიის გარღვევაში არ გულისხმობ მარტო ამ ლეველის გარღვევას. არა მეგობრებო, მე მინდა რომ ეს მთლიანი ლეველი აქ გაირღვეს და ესე ვთქვათ გავტესტოთ უკვე მაღალი ლეველები და ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან პოზიტიური ბაზისთვის. იმ შემთხვევაში თუ ჩამოვარღვიოთ ქვემოთ კი რა თქმა უნდა უკვე ამ ლეველის ჩამორღვევას ჩვენ უკვე გვეყოფა და აქაც უკვე ესე ვთქვათ ესეთი რენჯი წარმოიქმნება და გავტესტავთ რენჯის ქვემოთ მხარეს იქნება აქ ლიკვიდობები აღებული, მაგრამ აქ ახლა ლოკალურად, ანუ წეღა როგორც გითხარით რომ ბიტკოინზე ლოკალურად არის კიდე ლიკვიდობები, ნუ აქ შეიძლება ლიკვიდობა აიღოს, მაგრამ აი აქ უკვე ამ ვიკებში დაბალ ტაიმფრეიმზეც აღარ არის უკვე ლიკვიდობები ასაღები და უკვე ჩემი აზრით შეიძლება გაიტესტოს ეს ლეველი, მაგრამ აქაც არის ერთი ნიუანსი მეგობრებო, რომ იმას, რასაც ყველა ელოდება და ყველა ხედავს, ზუსტად ეგ არ ხდება ხოლმე და რას გულისხმობ ამ შემთხვევაში? აი ამ რიტესტს პატარა ბავშვაც რომ აუხსნა როგორ მუშაობს price action, ისიც მიხვდება რომ ეს აქ არის რიტესტი გასაკეთებელი და აქამდე ჯერ ფასი არ ჩამოსულა, ხო? ანუ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ შეიძლება აქ ბევრს ედოს ორდერები, რომლებსაც არ შეევსება და ბაზარი წავა უკვე მაღლა, იმიტომ რომ იმას, რასაც ყველა ხედავს, ზუსტად ეგ არ ხდება ხოლმე და ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ მაგალითად ეს უნდა გატესტილიყო, მაგრამ არ გაიტესტა და პირდაპირ წავიდა მაღლა. კიდე სად შეგვიძლია აქ მაგალითები ავიღოთ. აი აქაც მაგალითად ბევრი ელოდებოდა, მაგრამ ხედავთ რომ ფრონტ რუნი იყო, მით უმეტეს აქ დაბალ ტაიმფრეიმზე კარგად მახსოვს რომ მე თვითონაც ორდერი მედო, ესეც მაგალითად აქაც ფრონტ რუნი გქონდა და ძალიან ბევრი მაგალითები, აი აქაც მაგალითად ფრონტ რუნი გქონდა, აქ ქვემოთ უფრო თუ ავიღებთ, ნუ შემდეგ რა თქმა უნდა შევისო, მაგრამ ეს ამ მოგებას ვერ დააფიქსირებდი და ასე შემდეგ, ანუ ამ გასატესტ ადგილს ახლა მაგალითად ყველა ხედავს. აი მაგალითად კიდევ ერთხელ ეს და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი რომ ანუ ბაზარი არ ჩამოვიდა აქამდე და უბრალოდ გააგზავნა მაღლასვლა, ხო? ამიტომ იმასაც ვითვალისწინებ რომ ზუსტად ის არ ხდება, რასაც ბევრი ელოდება. ანუ ეს ბოქსი არის იდეალური, ამ ბოქს ველოდები რომ გაიტესტოს, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ რომ ჩემს გარდა ამ ბოქს ყველა ხედავს. ამიტომ სრულიად შესაძლებელი არის რომ ფრონტ რუნი გააკეთოს და ზუსტად არ შეავსოს ეს ბოქსი, ნუ ეგ უკვე გააკეთა, სიმართლე რომ გითხრათ აი ამ ვიკით. რამაც კიდევ ერთხელ გაამართლა ესე ვთქვათ, ეს აზროვნება რომ რასაც ყველა ხედავს, ზუსტად ის არ ხდება, იმიტომ რომ რატო აკეთებს ბაზარზე 10% ან ჩემი აზრით უფრო ნაკლები 5-დან 8%-მდე მოგებას და დანარჩენი წაგებას, იმიტომ რომ ზუსტად ის არ ხდება, რაც იმ 90-95%-ს გონია, ხომ? და ვხედავთ რომ აი ზუსტად არ შეუსო ხალხს აქ ბაზარზე და წავიდა მაღლა. იმ შემთხვევაში თუ მაინც შეავსო აქ და ჩამოვიდა, ჩემი აზრით უკვე ქვემოდან აიღებს ლიკვიდობას და შეიძლება ზუსტად ეს ლეველი გაიტესტოს. ამიტომ ძალიან საინტერესო არის თუ რა მოხდება შემდგომ დღეებზე ბაზარზე, ნუ აქ უკვე მე ლოკალურად უკვე ვიწყებ
რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ცუდი ადგილი აქვს ტრეიდების ასაღებად, მაგრამ სკალპების ასაღებად ძალიან ცუდი ადგილი არ არის, მაგალითად ახლა აქ რომ გავარღვიოთ ჩვენ ეს ლეველი, ну მაგ შემთხვევაში დაატარგეტებ ამ ლეველს, შემდეგ ამ ლეველს და სრულიად შესაძლებელი არის რომ აქ რაიმე საინტერესო, ну ახლა ესე ჰაერზე ვხაზავ, პლუს მინუს რისკი რევარდი რომ ნახოთ, იქნება თუ არა კარგი. ну თუ წარმოიშვა კარგი სეტუპი, რა თქმა უნდა არის კარგი რევარდი, შემდეგ შეგიძლია რაღაც პროცენტი დატოვო 1, 10, 15, 20% და შემდეგ შეიძლება ესეც დაფიქსირდეს, თუ გაირღვა მაღლა და წავიდა მაღლა, მაგ შემთხვევაში უფრო დიდი მოგება დააფიქსირო, ხომ? ამიტომ დაბალ ტაიმფრეიმზე სკალპისთვის მე რა თქმა უნდა აქ უკვე ვუყურებ ლოკალურად ლონგებს, მაგრამ ველოდები ძალიან კარგ და ძლიერ კონფირმაციებს, იმიტომ რომ როგორც აღარ გიხსენით, ჩვენ უკვე ვიმყოფებით რეინჯის შუა მხარეში, სადაც ტრეიდების აღება არის უკვე ძალიან სარისკო. თუ შენ გინდა კარგი ტრეიდების აღება, ну მაგ შემთხვევაში, როგორც თქვი, უნდა იყოს ჯერ ლიკვიდობები აღებული. აქ შეგიძლია შორტი აიღო ლიკვიდობის აღების შემთხვევაში, აქ თუ გაირღვა, შეგიძლია აიღო ლონგი და აქ უკვე შეგიძლია ესე ვთქვათ, აქ აიღო ლონგი, აქ თუ ჩამოვიდა ფასი, ან ეს თუ ჩამოარღვევით ქვემოთ, აქ უკვე შეგიძლია შორტის აღება და ეს იქნება ტარგეტი. ამიტომ ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება ბაზარი, მე თვითონაც ველოდები თქვენთან ერთად და ველოდები აი ამ ლეველების გარღვევას, რომელზეც ვისაუბრე და რაც შეეხება day trade-ებს და scalp-ებს, ну შანსი აქ ყოველთვის არის ბაზარზე, ყოველ შეგიძლია ტრეიდების აღება. უბრალოდ მე ველოდები ახლა საინტერესო და კარგ კონფირმირებულ ტრეიდებს.